კრისტი, რა გამოგდის ყველაზე კარგად? შენ რა გინდა? რავი, ალბათ ჩემი საფირმო დესერტის კეთება. და რა არის შენი საფირმო დესერტი? ეკლერები ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ. კარგი, თუ დამიმტკიცებ, რომ მართლა კარგი ეკლერებს აკეთებ, мотивაციისთვის გაჩვქებ 50 ლარს და სამყუთ ბარემის შოკოლადის ბატონს. რა სიტყვი? ახლავე? კი, ახლავე. რავი, კაი. წამო. მოვედით და დავიწყოთ. დავიწყოთ, ოღონდ ჩვენც უნდა მეხმარო. აუ, მე დასაბზარებლო დიდად ვერ მეგობრობ და შეიძლება რამე აგიფეთქო, მაგრამ ცდი. ესე იგი, კვერცხი. კარაქი, წოლი, მქვილი. მქვილი. რამდენი გრამი მქვილი აქვს? 180. კარგი და კიდე რა ახლა გვინდა? წყალი, მარილი მცხვიდა. ცოტა. ვიდი, ცოტა. და ახლა უნდა ჩავაპირქო კარაქში. ოკეი. ხურას მე ჩავთავ. ოკეი. აი. ხურა ჩაირთო. ეხლა ლოდებით სადუღლება. კარგი გაძნა. ეხლა უნდა ჩავაყაროთ მქვილი, ოღონდ უნდა ჩავაპირქოთ. მე საყვარელი დაგხავს და შენ რა დაგემართა? კაი, ეხლა უნდა გაგიგდეს ესოდნო. და ახლა ეს კვერცხებისაც თავს უნდა ჩაასხა. ძალიან ლამაზი ცომია. ნახე რა მარტივია. იჭერ, ანუ ხელი არ უნდა მოადუნო რა. რო დააჭერ, წამოვა და გააკეთებ ესეთ მრგვალ ფორმას. და ისე ცხობა როდის დაიწყე? ან როგორ მიხვდი რომ გიყვარდა? ძალიან გრამა ბავშვობაში და ჩემი აკეთებდა ხოლმე ნამსხვრ ზებრას რა. და აი მის ყურება იყო ჩემი თერაპია. ხო და მე ერთხელ თავისმა დაქალმა დაურეკა. და მე დავასრულებ თქო. ვიყავი 5 წლის მე მგონი. ხო და აი მაგის მერე მივხვდი რა რომ ძალიან სიამოვნებს ეს პროცესი და რაც თავი გამომდის. და მაყურებელს რა რჩევას მისცემდი, ვისაც უნდა რო ცხობა დაიწყოს, მაგრამ არ იცის როგორ? ან საიდან? მთავარია ის რომ უბრალოდ დაიწყო და ექსპერიმენტების არ შეგეშინდეს რა, თორე რავი, მთავარია რეცეპტი გქონდეს და ღუმელი დანარჩენი ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ. მომზადდა ჩვენი ეკლერები. და ეხლა უნდა გავსინჯოთ და ვნახოთ როგორი გამოგვივიდა. კაია. კრისტის ეკლერებმა ტესტი გაიარა. შენ 50 ლარი და შენი დაპირებული 3 ყუთი ბარემი. და შენ რა გამოგდის ყველაზე კარგად? დაგვიწერე კომენტარებში.